1921 წლის 15 თებერვალს შუაღამისას გიორგი კვინიტაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს, სადაც ნოე ჟორდანიას მეთაურობით დათბირი გაიმართა. შექმნილი ვითარების განხილვა 5 ვერსიან რუკასთან მიმდინარეობდა. მოქმედმა მთავარსარდალმა გენერალმა უდიშელიძემ, რადგან 15 თებერვლის მონაცემები არ გააჩნდა, არც კი იცოდა ქართული ჯარის ნაწილების განლაგება. მთავრობის თავმჯდომარის შეკითხვაზე, თუ მოქმედების როგორი გეგმა ესახებოდა, კვინიტაძემ ჩვეული პირდაპირობით უპასუხა, რომ მდგომარეობა გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე ეგონა და ომის მოგებას მხოლოდ სასწაულის წყალობით თუ შეძლებდნენ. ერთადერთი, რაც დარჩენოდათ, იყო შერკინება, თბილისიდან ორგანიზებული ევაკუაცია და იარაღის თუნდაც ნაწილობრივ გადარჩენა. მას შემდეგ, რაც გენერალი ოდიშელიძის ბრძანებით ჯარებმა უკან დაიხიეს, ისინი შულავერის ჩრდილოეთით და მდინარე ხრამის სამხრეთით მდებარე ხაზის გასწვრივ განლაგდნენ, რაც მეტად უხერხულ პოზიციას წარმოადგენდა. ფრონტის წინ მდებარე სიმაღლეები მოწინააღმდეგეს ჰქონდა დაკავებული. ჩვენი ჯარები კი დაბლობებში იყო გამაგრებული და ზურგიდან მდინარე ხრამით იმიჯნებოდა. ნოე რამიშვილის აზრით, დაუყოვნებლივ უნდა შემდგარიყო მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც ფოილოს ხიდის რაიონში მტკვრის გავლით და ყაზახის მიმართულებით მტერ ზურგში დაარტყამდა. გეგმა აბსურდული იყო. მებრძოლთა რაზმის შეკრება კიდეც რომ მოეხერხებინათ, მტკვრის გადალახვას მაინც ვერ შეძლებდნენ, რადგან საწინააღმდეგო ნაპირი მტრის ხელთ იყო და თანაც ამ შემთხვევაში ერთადერთი ბორნის იმედზე უნდა ყოფილიყვნენ. გენერალი კვინიტაძის შეწინააღმდეგეების მიუხედავად, რამიშვილის მოთხოვნით მისეულ გეგმას კენჭი ეყარა და გაიმარჯვა კიდეც. ფოილოს ჯგუფის ხელმძღვანელობა გენერალ კვინიტაძეს ეთხოვა. ჯოღელთან ერთად ჟორდანიასთან პირისპირ დარჩენილმა კვინიტაძემ უარი თქვა ოპერაციის ხელმძღვანელობაზე, რამდენადაც მისი აზრით გეგმა შეუსრულებადი და დამღუპველი იყო. მაშინ შესთავაზეს დამოუკიდებლად ემოქმედა. სამხედროებმა კარგად იციან ერთ-ერთი სამხედრო ჭეშმარიტება. ომის საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომები მთელი კამპანიის განმავლობაში ძნელად თუ გამოსწორდება. ამ ჭეშმარიტების მისადაგება თებერვლის ომთან შეუძლებელი იყო, რადგან შეცდომები ქმედების თანამდებია. ამ შემთხვევაში კი არაფერი ყოფილა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ გენერალი კვინიტაძე კარგად ხვდებოდა შექმნილი მდგომარეობის უიმედობას, გაჭირვების ჟამს გვერდზე ვერ გადგებოდა და წინადადებაზე დათანხმდა. ოღონდ ერთი პირობით, მომდევნო დღის შუადღემდე ოდიშელიძის თანამდებობაზე ყოფნის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. 16 თებერვალს დღის პირველ საათზე ოდიშელიძემ გენერალ კვინიტაძეს პირადად მიულოცა მთავარსარდლად დანიშნა. ყოფილი მთავარსარდალი კი მთავრობის თავმჯდომარესთან სამხედრო მრჩევლად გადაიყვანეს. კვინიტაძე ენერგიულად შეუდგა მოვალეობის შესრულებას. მისი მთავარი ამოცანა ის იყო, რომ დედაქალაქამდე მტერი არ მოეშვათ. ახალი მთავარსარდლის გეგმა ხრამიდან ჯარების გაყვანას და მათ საქარაულისა და კოჯრის მთებზე განლაგებას ითვალისწინებდა. ამ მაღლობების გამაგრება ქართველებს ზურგიდან ახალი ძალების მოზიდვის საშუალებას მისცემდა. გენერალმა კვინიტაძემ ფრონტის სამად დაანაწილა. მარჯვენა ფრთას კოჯრის რაიონში გენერალი ანდრონიკაშვილი სარდლობდა. შუა მონაკვეთი მდინარე მტკვრამდე გენერალ მაზნიაშვილს მიენდო. მარცხენა ფრთა კახეთის მხარეს მოყოლებული მდინარე მტკვრიდან გვარდიის გენერალ ჯიჯიხიას ებარა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოწინააღმდეგე გააქტიურდა. ამას ქართველების მიერ აფეთქებული ფოილოს ხიდის აღდგენამ შეუწყო ხელი. 23 თებერვლის დილას ფოილო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მოწინააღმდეგის ჯავშან-მატარებელი გამოჩნდა. ის რამდენჯერმე მიუახლოვდა ნავთლუღს, მაგრამ ჩვენმა არტილერიამ უკან დაახევინა. იმავდროულად გამოჩნდნენ ბოლშევიკების თვითმფრინავები, რომლებმაც ქართველთა პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. იმავე დღეს საქართველოს ჯარების მარცხენა ნაპირის ჯგუფმა ქართველების მიერ წინდაწინ გამაგრებული პოზიციები დაიკავა. 24 თებერვალს აქედან შეტევის განხორციელება იყო დაგეგმილი. მარცხენა ნაპირზე თითქმის მთელი გვარდია იყო თავმოყრილი. 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ჯიჯიხიას გვარდიელებმა ფრონტის ხაზი დატოვეს და მარცხენა ფრთა გააშიშვლეს, მოწინააღმდეგის ცხენოსანმა ჯარმა სოფლები მამკოდა, გლდანი და ავჭალა დაიკავა. ამგვარად მოწინააღმდეგე ქართული ჯარების ზურგში მოექცა და უკან დასახევ სარკინიგზო მაგისტრალს აკონტროლებდა. ტაბახმელაში მტერმა ხელთ იგდო სიმაღლე 3150, ხოლო სოღანლუღის ქედზე შავნაბადას მონასტერი. მოწინააღმდეგეს თბილისში ჩვენი ჯარების ალყაში მოქცევის შესაძლებლობა არ უნდა მისცემოდა. აუცილებელი შეიქმნა დედაქალაქის დატოვება, რათა ომის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა. გენერალ კვინიტაძის გადაწყვეტილებით ჯარებს მცხეთამდე უნდა დაეხიათ და იქ გამაგრებულიყვნენ.
იდგა 24-25 თებერვლის ღამე. კოჯურსა და ტაბახმელაში ქარი ბობოქრობდა და გათულში მებრძოლებს თოვლის ნამქერს სახეში აყრიდა. ქარის ღილულში ერთმანეთის ხმა არც კი ესმოდათ. ამ შფოთი აღამეს ყველასათვის მოულოდნელად მიიღეს პოზიციების დატოვების ბრძანება. მებრძოლები ისე ჩამოვიდნენ თბილისში, ბოღმისაგან ხმა არ მოუღიათ. ვერ გაეგოთ, რატომ სტოვებდნენ დედაქალაქს. მათ ხომ ბრძოლა არ წაუგიათ. ხალვათად დათოვლილი თბილისი მათ მდუმარედ შეხვდა. ევაკუაცია უკვე დაწყებული იყო. ჯარებს იცავდა ზურგიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის თეთრ ჩოხებში გამოწყობილი ცხენოსანთა ასეული. ცხეთასთან პოზიციების დაკავება მთავარსარდალმა გადაიფიქრა. ხაშურამდე დახევა და სურამის უღელტეხილზე გამაგრება ამჯობინა, რათა უკეთესი პოზიციებიდან კონტრიერში განეხორციელებინა. იმის იმედით, რომ ოსმალები არ შემოგვიდევდნენ, მთავარსარდალმა თურქეთის საზღვრიდან 2 ქვეითი პოლკი მოხსნა, თავისი არტილერიით და ხაშურში გადმოისროლა. შეტევისთვის მეტად ხელსაღრელი პირობები იყო. სამწუხაროდ, ჩანაფიქრი ვეღარ განხორციელდა, რადგან გვარდიელებმა გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით, რომელთაც მთავარი დარტყმა უნდა განეხორციელებინათ, დაადგინეს არ შეეტიათ. გვარდიელების ბრძოლის ველიდან სამარცხვინო გაქცევამ იერიშის მოსამზადებლად გაწეული შრომა ქართველებს ერთიანად წყალში ჩაუყარა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით ამ სამარცხვინო აქციის გამო გვარდია დაიშალა, მაგრამ წახდენილ საქმეს რა გაუშველიდა. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა უფრო მეტად გართულდა. ქართველთა ლაშქარზე ბოლშევიკების უპირატესობით გულმიცემული ოსმალოები ახალციხისა და ბათუმის მიმართულებებიდან შეტევაზე გადმოვიდნენ. ქართველთა ბოლო ბასტიონად ბათუმი გარჩებოდა. ქალაქის ავზე იყო ჩვენი ჯარებით. აქა-იქ წითელფესიანი შეიარაღებული ოსმალო ჯარისკაცების პატარა ჯგუფები დადიოდნენ. მოსახლეობა დაბნეული იყო, სრული ქაოსი სუფევდა. წესრიგის აღსადგენად და მორალური სულის ასამაღლებლად გენერალმა კვინიტაძემ აღლუმის ჩატარება ბრძანა. ამანის შედეგი გამოიღო, რომ ოსმალოები სადღაც გაქრნენ. ბევრს იმედით ჩაესახა, მაგრამ ბედს ვერსად გაექცევი. საქართველოს დამფუძნებელი კრების ხდომაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს მთავრობის საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყდა. გამგზავრებამდე მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით ძალაუფლება ქალაქის თვითმმართველობას გადაეცა. განთავისუფლდა პატიმრობაში მყოფი ყველა ბოლშევიკი. მთავრობა ისე გაემგზავრა საქართველოდან, რომ ამის შესახებ მთავარსარდლისთვის არაფერი უცნობებიათ. უჯაროდ დარჩენილი საქართველოს მთავარსარდალი ოჯახთან ერთად იტალიური გემი კირალით ემიგრაციაში გაემგზავრა. კვინიტაძეებს გემბანზე ასვლა შეაგვიარდათ, მაგრამ მათ მისვლამდე კაპიტანმა ღუზა არ ასწია. ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 6 თვის ნანო, მეორე კლასის კაიუტაში განლაგდა. რას იფიქრებდა ღვაწმოსილი გენერალი, რომ ეს დღე მისი საქართველოსთან სამუდამო განშორების დასაწყისი იქნებოდა.